გამარჯობა, მე ლილუ ვარ და ახლა საინტერესო ამბებს მოგიყვებით. წუხელ რეალიტი შოუ ჰაუსში წვავე დაპირისპირება იყო. მანამდე შოუს მომღერლები ნუგზარ კვაშალი და ვახტანგ ტაპიშვილი ესტუმრნენ. რა ხდებოდა შოუში და რატომ იჩხუბეს მონაწილეებმა, დაწვრილებით პრაიმ ტაიმის გვერდზე წაიკითხავთ. ტელეწამყვან მარიამ ვაშაძეს და ბიზნესმენ ვანო ბენიძეს მეორე შვილი შეეძინათ. ახალ შობილს დავითი დაარქვეს. ინფორმაცია გამომწერებს მარიამ ვაშაძემ თავად გაუზიარა. მომღერალმა ნატალია ქუთათელაძემ პირადი ცხოვრების უცნაურ დეტალებზე ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ შვილის გაჩენის მერე პრიორიტეტები შეიცვალა. ნატალიამ საკუთარი ცხოვრების ბევრი საინტერესო ამბავი გაუმხილა მაყურებელს პოდკასტში მერე. გარდაცვლილი ბიზნესმენის ლაშა ბასლანაძის შვილმა სალომე ბასლანაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და მადლობა გადაუხადა რეზო ბლიაძეს. მუსიკალურმა ბენდმა რეზო და ბავშვებმა ლაშა ბასლანაძის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა. ბლოკბასტერის ავატარი, ცეცხლი და ფერფლი გამოსვლის შემდეგ ზოი სალადანა კინოს ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი გახდა. ბრუკლინ ბექემმა მშობლებს აცნობა, რომ მას მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით უნდა ეკონტაქტონ. ბრუკლინი ითხოვს მშობლებმა მისი სახელი საჯაროდ, მათ შორის სოციალურ ქსელებში აღარ ახსენონ. ადიდასმა რეტრო სტილში დამზადებული მესის ახალი ბუცები წარმოადგინა. ბუცები არგენტინის ნაკრების ფერებშია და Z19 და 10-იანია გამოსახული. ამ ნომრებით თამაშობდა მესი მსოფლიო ჩემპიონატებზე. ამ და სხვა ბევრ საინტერესო ამბავს პრაიმ ტაიმის გვერდზე წაიკითხავთ. მე კი ბედნიერ განწყობას გისურვებთ. შეხვედრამდე.